საოცარ ეპილი აღმოაჩინეთ მედაში. ეს არის უდიდესი სიწმინდე, რომ მთელი ჩვენი ისტორია ფაქტიურად გადმოცემული. მეფეები, დედოფლები, ბაგრატიონები, მთელი ამათ საძვალეა და ვიმყოფებით სად? დონის მონასტერში, ქალაქ მოსკოვში და მირკვის სახელობის ტაძარში. თან მნიშვნელოვანი არის ერთი დეტალი მამაო, რომ რა სიმართლეა, ეხლა საუბრო რა სიმართლეა უნდა ითქვას. კითხავს ამ რიტორიკულ კითხვას. რუსები ახლა მაგას ულიან თუ არ ულიან? აშკარად ეთქვა რომ გულია ყურადღება არის გასაფასებელია. ნამდვილად. ჩვენი წინაპრების, ჩვენი დიდი მეფეებისა და თავადებისა და ქართველების საფლავები არის აქ შენახული. თან ხატებს დააკვირდე, ყველა ხატი ქართულია. აქ დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, წმინდა ნინო, წმინდა ახლად შენახული წმინდა თამარ მარჯანიშვილი, დიახ. მამა გაბრიელი საოცი. დავით გარეჯელი ის ახალ ხატები არის შემკული. საოცარი ეპიზოდი, აი მე აღელვებული ვარ და შეიძლება ითქვას დამაყარა რაღაცა ის რა ქვია. ბატონო, მეც ეგრე ვარ, მოდი. ჯრუანტელმა დამიარა რომ ნახე ჩემი მეფეების სათითაო ვთხოვოთ. გადავიდეთ. სათითაო ვთხოვოთ, გადაიგეთ. აი დავიწყოთ აქედან. ერთი სასული დარეჯა ბაგრატიონი. დიახ. დედოფალი ქეთევან ბაგრატიონი. მეფე არჩილ მეორე ბაგრატიონი. ჩვენი მეფეები, დედოფლები გასულ. აუქეთ ნახეთ, მობრძანდით აქეთ მომენტებს გადავიდეთ. ლიკერია დავითაშვილი ბაგრატიონი, თავადი სასული. თეოდოსია მილოსლავსკაია ბაგრატიონი. ეს იყო მე მგონი მეუღლე ჩვენი ერთ-ერთი სამეფო ნახეთ წარმომადგენლის. ცარევიჩ, ანუ ბატონიშვილი ალექსანდრე ბაგრატიონი. მე-17 საუკუნის ბოლო და მე-18 საუკუნის. დიახ, აი მთელი ეს პერიოდი საუკუნეების, ეს პერიოდი მამუკა ბაგრატიონი. დიახ. აქ დავით ბაგრატიონი, ბატონიშვილი დავით ბაგრატიონი. აქ ნახოთ კიდე ერთი გუნდანი. აი ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონი. 1786 წელი. აი ირაკლისის გადაიგე, დედოფალი რუსუდან ბაგრატიონი 1751 წელი. აი ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონი 1786 წელს გარდაიცვალა. აი მამაო, მე შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ, რომ აი თქვენ ახლა ჩამოვზანდით რუსეთში მოსალოცად და დადიოდით ქუჩებში, რუსეთის ქუჩებში და მაინტერესებს თქვენი აზრი. თუ ხალხის განწყობა როგორი იყო, რუსი ხალხის განწყობა თქვენს მიმართ. რომ სიმართლე იტყვით და მოგისმენთ მე თქვენ. რა ვთქვათ, აი მამაო, აი შემოსილი ქუჩაში დავდივართ, აი რეაქცია ქონდა რაღაცა საოცარი. დიახ. ზოგადად რატო? ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი. რაოდენობა, დიდი რაოდენო პროცენტულად, მე არ ვამბობ რომ სუყველა ერთ რო. დიახ. ჯერეთი უმეტესობა, ნახევარზე უმეტესობა შემოსილ რო ვიყავით ანაფორით და ჯვრით, თვალს გვაყოლებდნენ და თვალებში ეთყობოდა თუ არა მამაო სიხარული აშკარად. კითხულობდნენ საიდან მზადდება საქართველოსდან და იზრდებოდა ეს ემოცია. უხაროდა. უფრო უხაროდა. და პლუს კიდე ამ ხალხი და ყველა არ მოდიოდა, მაგრამ ვინც მოდიოდა, მთელი სიყვარულით ხებულობდნენ ლოცვა-კურთხევას. დიახ. და თვითონ აი რაც მე ვიგზენი, მამაო, რაც თქვენ და ჩვენს გვიტყვას ერთმანეთში. ეს არის რაღაც საოცრება ქართველს რომ გაიგებენ, უბრალო ხალხია ლაპარაკი. რიგით ქუჩაში მოსიაული ხალხი. მათი დიდი ნაწილი არის საოცარი სითბო და სიყვარულს ამჟღავნებენ ჩვენს მიმართ. ხაზგასასმელია კიდე ჩვენ ხო 60-ით ვიყავით. ჩვენი მეგობარა ირაკლი იყო ჩოხით შემოსილი. და რო ხედავდნენ ამ ჩოხასაც კიდე რამდენი იყო სურველი, თქვათ რომ აი სურათის გადაღების, ჩახუტების, თბილისის სიტყვების თქმის. ეს იცით რა არის, რა სიტყვა მინდა და მინდა ყველას უთხრა. ჭკვიანი ადამიანები ცდილობენ კერი აქციონ მოყვარეთ. დიახ. და სულელები არაფრისგან ქმნიან პრობლემებს.
ამას არასდროს არ გვითხოვს, მამა არც მე და არც თქვენ, რომ პრობლემები არ არის და ყველა რუსს უყვარს, ყველა რუსს უყვარს, ყველა ქართულს არ უყვარს. ერთმანეთი არ მიყვარს. ერთმანეთი არ მიყვარს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მდგომარეობა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის სასარგებლოდ შეიძლება აქციო, ყვიანი თუ ხარ შენ ჩემო ქართველო, თუ შენ გინდა საქართველოსთვის რაიმე დადებითი, ყველაფერი რაც ხდება შენს ირგვლივ, შენი საქართველოსთვის უნდა აქციო სასარგებლოდ. საზიანოც რო კეთდებოდეს, ის უნდა შეატრიალოს სასარგებლოდ და ბიჭო არ არის აქ ისეთი ვითარება, რომ ეს რაღაცა დიდი ძალისხმევა გჭირდებოდეს. რომ ჩვენ სასულიერო პირება მით უმეტეს რწმენის გამავრცელებლებმა, რასაც გვევალებო, ვინც სოფლის მარილი ვართ, რომ ის რთულს წარმოადგენდეს. აშკარად შეინიშნება იქ. მამა დავით, თუ შეიძლება თქვენ თანას დავსვამ ერთ შეკითხვას. შეიძლება თქვენ თურქეთში ხართ ან ყოფი? თქვენ ჩვენი ტაძრები თურქეთში, რომელიც ოკუპირებული აქვს თურქებს, რა დღეში არის მიახლოებით 2-ოდესში თქვით რომ ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია, თუ სადმე არის რაიმე ცოტა გაკეთებული, არა იმ მიზნით რომ იქ რაღაცა ჩვენ ვნახოთ სიწმიდე ან ვიღაცის საფლავია. საფლავებზე ლაპარაკი ზედმეტი იქ საფლავები აღარ არის. არ და იყო თავის დროზე. ნამდვილად ვიცით რომ იყო. აი ხანსაში ჩადიხარო და სხვა ესე იგი ოშკი, ხახული ნახულობდა. ეს არის ტურისტულ ობიექტებად გადაკეთებული იმისათვის, რომ შემოსავალი ნახოს ვიღაცა. მეტი დანიშნულება თურქეთში ამას არ აქვს. იქ რაიმე სიწმინდეზე და ასევე ძალიან დიდი სურთულია, რომ ჩვენ იქ რაღაცა ლოცვა ჩავატაროთ. შეიძლება პოლიცია მოვიდეს და დაგვაპატიმროს. იმის გამო, რომ იქ წავიკითხეთ დაუჯდომელი. ჩუმად ვაკეთებთ ამას რაღაცა ესე იგი მიხოლ-მოხოლი გზებით, ისე ვიყურებით ვიღაცას ვაყენებთ გარეთ, რომ რაღაცა პოლიცია არ მოვიდეს, გაგვაფრთხილოს, რომ როგორმე პარაკლისი ჩავატაროთ. აი მე როდესაც ვიყავი იქ, იყო ესეთი შემთხვევა, რომ უცბად შემოვარდა და მგონი ვიღაცა მოდის. ესე გითხრა და შევტრიალდით ყველანი რა უნდა გაგვეკეთებინა და უთხარი, რომ გულში წავიკითხოთ, რაც შეგვეძლია. გულში წავიკითხოთ, ჩუმად წავიკითხოთ, იმიტომ რომ შეიძლება შარს გადავყროთ. ამიტომ სადაც ჩვენ გვაქვს ახლა საშუალება მოვიდეთ, ვილოცოთ, წირვალში მივიღოთ მონაწილეობა, ამაზე დიდი მადლი არ შეიძლება იყოს, როცა ქრისტიან შეგიძლია მართლმადიდება შეგიძლია რომ მიხვიდე შენ ენაზე ილოცო, შენს ქვეყანაზე და შენ სამშობლოზე ილოცო და მისთვის ასე თქვა ისურო კარგი კეთილი. რა უნდა იყოს ამაზე კარგი მამა? ეს არის შედარება ჩვენი დიდი მეზობლის, ჩვენთან დამოკიდებულების. რა თქმა უნდა და ქართველებმა ამაზე უნდა გავაკეთოთ. მე აქვე ვიტყვი ერთ რამეს მამა, თქვენ ისნებართით რომ დღეს ითვლება რომ თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა და რუსეთი, ესე იგი რა თქმა უნდა რაღაცა პრობლემა არსებობს, მაგრამ პრობლემის მოგვარება შეიძლება და სწორედ ამიტომ ვარ ჩვენ მომზადებულები, მოზიდულები იმისათვის რომ ეს პრობლემები რამენაირად გადავიყვანოთ იმ მდგომარეობაში, რომ დაჯდნენ მთავრობის ისა რა ქვია, ხელისუფლების წარმომადგენლები და ელაპარაკონ და დაალაგდეს ქართულ-რუსული ურთიერთობა. ანგლოსაქსებს არ უნდა. აი ვის არ უნდა. იხდიან ფულს. აი მე მანდ დავამატებ. რომ ჩვენ შორის არ დაალაგდეს. დიახ. ყველაზე მეტად რაც უნდა ანგლოსაქსებს რუსები და ქართველები უფრო გადამწერებული. რომ მათ თავითი გეოპოლიტიკური ამას მერიდო ერთი კიდე შეკითხვა და ამითი ვამთავრებ. სანამდე შეიძლება საქართველოს მიიყვანოს ასეთმა აგრესიამ მეზობლის მიმართ როგორც დღეს არის. სანამდე მიახტვენი აზრი მაინტერესებს, მიახლოებით. კატასტროფამდე ეს კატასტროფა იქნება ლოგიკური. თუ დაშვებით შესაძლებელია მოხდეს. თუ ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენ სიკვდილ რაც მოვლენები ხდება ჩვენ სასარგებლოდ ვაქციოთ. დადებითი გავაძლიეროთ და სასარგებლოდ ვაქციოთ და თუ რამე უარყოფითია შევცვალოთ სასარგებლოდ, თუ ეს არ გვინდა და გვინდა რაც დადებითია ის პირიქით უკუმა შევატრიალოთ, იმიტომ რომ იქ ანგლოსაქსებმა ფული გადავიხადეს. ლოგიკური დასასრული იქნება ის, რაც წერია ბიბლიაში, მაგალითად, რომ აი ძველი აღთქმაში ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ისრაელი ივიწყებდა ღმერთს და ღვთისმსაწინააღმდეგო მიდიოდა მას უგზანიდა დამპყრობელს. როგორც მომხდარა ოდესმე საუკუნე მანძილზე შემოვა და
იმ გამოიყენებს იმ შესაძლებლობას, რაც მათ აქვს შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობას ქვია ძალის გამოყენება, რომელიც დამთავრდება ცუდად. ჩვენი ისტერიკები, ჩვენი აი ფსიქოზამდე მისული ანტირუსული ისტერიკები ჩვენ დაგვამთავრებს. და თუ ლოგიკური შედეგი იქნება. ნორმალურად ვიმოქმედებთ, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კავკასიაში ჰეგემონი სახელმწიფო. ძალიან დიდი შანსი გვაქვს და აი თურქეთზე მინდა ერთი სიტყვა ვთქვა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი აი ხო ფაქტია, არც ჩვენ სიწმინდეს პატივს სცემს, არც ჩვენ განგვიხილავს როგორც თავის ნაწილად. გავლენის ზონად რუსეთის გაგვიხილავს, მაგრამ თურქეთი გაგიხილავს თავის ნაწილად, ტერიტორიად განვიხილავს და ის გავლენის ზონა სხვადასხვა რამეა. მიუხედავად ამისა, ჩვენი მხრიდან თუნდაც თურქეთის მისამართით, ჩვენ რო დავიწყოთ ანტითურქული ისტერიკა, ესეც სიგიჟე. რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, ორი პოლიტიკა უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ პატივისცემად პრაქტიკულად არ არის ქართველის მიმართ, ხო? ძიწმინდების. ანტითურქული ისტერიკა ჩვენ კაის არაბებს მოგვიტანს. და როდესაც ესეთი დამოკიდებულება უბრალო ხალხში, ვთქვათ, რუს მოსახლეობაში, მით უმეტეს მართლმადიდებელ რუს მოსახლეობის ქართველის მიმართ, ამის მიმართ ანტირუსული ისტერიკა. ეს პირდაპირ არ ვიცი რა, პირდაპირ ძალით გვინდა მშიერი ლომის ხალხაში თავი შეყოფა. აი ეს არის ჩემი დიდი მადლობა. მადლობა